სალამი ხალხო. დღეს გადავწყვიტე რომ დღევანდელ YouTube ვიდეოში ეს ბარათები რომელიც We're Not Really Strangers არის, რომელიმე ავირჩიო და რამდენიმეს გავცე პასუხი. დროა რომ აპატიო, Break-up-ის edition-ი, Self-Reflection-ი, Healing-ის edition-ი. და გვაქვს ასევე Self-Love-ი. დღეს გავაკეთოთ Healing-ი, იმიტომ რომ გონია რომ ძალიან ბევრს დახილვა არ გვაწყენს. ასე 10-12 ბარათს უპასუხებ და თქვენც მერე მომისმინეთ და თუ რაღაც და მოგეწონებათ ვანი. პირველი გვაქვს 3 ღრმა ჩასუნთქვა გააკეთე, სანამ შემდეგ ბარათზე გადახვალ და 2 წამი შეიკავე სუნთქვა. კარგი დაწყება. სადვართ. რა გჭირდება ახლა ყველაზე მეტად. საკუთარ თავს დავაჯერო, რომ რაღაცეები ჩემი ძლია და არ მჭირდება არც ემოციური საპორტი, არც ვინმეს დახმარება და არც ის რომ ვიღაცამ შემოქოს. იმას გულისხმობ, რომ საკუთარი თავის რწმენა რა. ესე რა ვთქვათ, მოკლედ. რა დაპირება რომ მინდა შევასრულო წელს. არ გაგიზიარებთ, იმიტომ რომ საბოლოოდ მივხვდი რომ რაღაცეები რასაც გეგმავ და ისახავ, არ უნდა ისაუბრო, იმიტომ რომ twins ავტომატურად აძლევ ინფორმაციას, რომ აი შენ უკვე გააკეთე ეს რაღაცა, ამიტომ თეცხორება რასაც გეგმავ და ვამბობ რომ აი ამას გავაკეთებ, საბოლოოდ არ ვაკეთებ და უბრალოდ ვაჯერებ საკუთარ თავს რომ ვაკეთებ. ამიტომ წელს რაც უნდა გავაკეთო და მიზნად მაქვს, შევინახავ საკუთარ თავთან. wild card-ი არის, რამე აღიარე საკუთარ თავთან. რა ვაღიარო? ალბათ იმას ვაღიარებ, რომ ვცდილობ ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს და ვერ მოგეწონება ყველა და ვერ გექნება ყველასთან კარგი ურთიერთობა, როცა შენ თვითონაც არ მოგწონს ყველა. თუნდაც ვიღაცეები მივიღო ისეთი, როგორებიც არიან, როცა მე თვითონ არ მყავს მიღებული. ხო, ალბათ ეგ. თქვი სამირამ რამაც დღეს გაგაღიმა. ერთი იყო რომ ჩემს ვსაუბრებოდი და ნიკოლი იყო იქ. ნიკოლიმ გამაღიმა. მეორე არის რომ ჩემი ვიდეო აიტვირთა ერთ-ერთ page-ზე და საკუთარ თავზე გამეღიმა და მესამე აი ეს, ეხლა რომ YouTube-ს ვიღებ. ვის ამჭირდება რომ დავამყარო ჯანსაღი საზღვრები, ავხსნა. მე მინდა რომ დავაწესო ყველასთან საზღვრები რო არ მოგატყუოთ. ალბათ ორ საუკეთესო მეგობარს არ ჩავთვლი, ვისთანაც საზღვრები არ მაქვს არანაირი. მათაც არ აქვს ჩემთან საზღვრები და ეგ ჩემთვის ოკეია. მაგრამ აი აბსოლუტურად ყველასთან უნდა კონდეს ადამიანს საზღვარი, იმიტომ რომ ბოლო პერიოდია მე მოვუწებენ ადამიანები იმდენის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს, რომ შენ გადაგიწყვიტონ რაღაცეები შენ ცხოვრებაში რა მოხდება. ანუ მეგობრებზეც მაქვს საუბარი, ძველნას ცნობზეც მაქვს საუბარი და აი რენდომ ადამიანზეც მაქვს კი საუბარი, რომ აი შენ ეს უნდა გააკეთო. Like know your limits. რა შეგიძლია მითხრა და რა არა, იმიტომ რომ ან რა მირჩიო, ან რა გადამიწყვიტო ამ ცხოვრებაში, რას გავაკეთებ, როგორ გავაკეთებ, საწავალ. ვისთან ერთად გავალ, რატომ გავალ და რას ვიზამ. და ეს ყველაფერი მოდის პირველი კითხვიდან გამომდინარე, რომ პირველ კითხვაში რაც თქვი, რომ ყველასთან ვცდილობ რაღაც კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ანუ ყველას ვაძლევ იმის საშუალებას, რომ აი ისინი ძალიან კარგები არიან, მათ ყველაფერი იციან და ასე შემდეგ რა. და საბოლოო ჯამში ჩდება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ანუ მე არ ვცემ საკუთარ თავს პატივს, მაგრამ რეალურად ეგრე არ არის. უბრალოდ იმდენად მინდა რომ ნიშნულოვან ადამიანად იგრძნო თავი, თუნდაც საკუთარ თავთან, რომ ვაძლევ მაგდენის უფლებას, რომ იფიქრო, მაგრამ საბოლოოდ აქ ჩნდება ის, რომ მან საზღვრებს კარგავ. ეს ახლა გავიაზრე. არც მინდა და კონკრეტება, მაგრამ ბოლო დრო ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ჩემ შემთხვევაში, რომ ანუ მე არ მეთქმის ჩემ საქმეზე, რას ვიზამ და როგორ ვიზამ და თვითონ უნდა გადაწყვიტონ რა როგორ იქნება. გაუბრაზდია. ამიტომ ხო პასუხი არის რომ ყველასთან უნდა კონდეს საზღვრები აბსოლუტურად. მათ შორის საუკეთესო მეგობრებთანაც. ჩემ შემთხვევაში ეს ჩემი საუკეთესო მეგობრები ისეთები არიან, თვითონაც კი იციან რომ რა როგორ და we don't hurt each other's feelings რა. შემდეგი. რაზე შეგიძლია თქვა უარი ამ კვირაში, რომ შენი მენტალური ჯანმრთელობა და პრიორიტეტო და რაზე შეგიძლია თქვა კი. მოდი კით დავიწყებ. ამ კვირაში მგონდა შემთხვევა რომ ჩემი მეგობრებმა მითხრეს რომ აი წავიდეთ სამოგზაუროდ, რაზეც ვიტყვი კის, იმიტომ რომ ჩემი მენტალური ჯანმრთელობისთვის მოგზაურობა ძალიან კარგი არის და მეხმარება. ამ კვირაში არას ვიტყვი, ფრენა მაქვს ეგ და ვინმემ რომ დახმარება მთხოვოს, აი მამი, მე მჭირდება შენგან დახმარება, გადამაღებინე, ან სანმე გამყევი, ან ჩემს საქმეს არ გავიფუჭებ, იმიტომ რომ ვიცი რომ მე ჩემს საქმეზე ვნერვიულობ და ეგეც მენტალურ ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემს შემთხვევაში, ამიტომ რო ძალიან ცოტა მაქვს და ალბათ ვინმეს რამეზე დახმარებაზე ვიტყვი უარს. What song makes you happy played in the background while you answer the next few cards? Makes me happy. ალბათ რენესანსის ალბომი Beyoncé-ი, იმიტომ რომ ძალიან ეგოს ბუსტავს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ახაც იყო ჩართული, აიცა. ეს არის Billie Eilish's The Greatest, რომელიც
ყველანაირი ვიბრაცია, ყველანაირი ენერგია რაც მოდის, არის სუფთა, სიტყვებიც არის იდეალური, რაც ვფიქრობ რომ ჩემთან ახლოს არის, უბრალოდ ჩემთან ახლოს არის. ამ სიმღერამ ჩემი თავი უფრო შემაყვარა. I don't know this whole song just wanted the passion from you. Just wanted what I gave you. Az ჩემზეა ეს სიმღერა და მაგიტომ მიყვარს ძალიან. ჩემ ურთიერთობაზე ზოგადად ადამიანებთან, იმიტომ რომ უფრო გამცემი ვარ. არასდროს არ ველოდები ხოლმე უკან არაფერს, მაგრამ ხო ხდება ხოლმე რომ რაღაცებს რაც მეკუთვნის ადამიანებისგან ვერ ვიღებ ხოლმე, მაგრამ თავი იმ მომენტში კარგად ვწნობ თავს, როდესაც რაღაცას ვუკეთებ. That's it. შემდეგი კარტი, while reminder-ი არის, you don't have to have it all figured out right now, sleep on it. ყველაფერი არ უნდა ვიცოდეთ და ყველაფერში არ უნდა ვიყოთ გარკვეული ამ წამებში, ამიტომ all good. ისევ reminder-ი, მე ვარ ამაყი იმ პროგრესით, რაც შენ გაქვს. მეც ამაყი ვარ თქვენი პროგრესებით, მეგობრებო, რომ იცოდეთ, რაც არ უნდა პატარა პროგრესი იყოს. აი სულ მიხარია თქვენი წინსვლა. დაასრულე წინადადება. I want to give myself permission to feel. მე მინდა რომ ჩემ თავს მივცე უფლება რომ ვიგრძნო საკმარისად. Reminder-ი, მიაქცია ყურადღება ვისთან ერთად ატარებ იმ დროს, როდესაც თავს ყველაზე კარგად გრძნობ. Okay, ვიცი. არასაჭირო სტრესს რა მაძლევს? ეს არის ყველაფრის კონტროლი. ვცდილობ რომ ყველაფერი ვაკონტროლო. ალბათ ეგ მაძლევს სტრესს, იმიტომ რომ რაც ჩემს ძალაში არ არის და მე არ მეხება, მაგასაც კი ვცდილობ რომ გავაკონტროლო. რაც ხო, ზედმეტ სტრესს მაძლევს ხოლმე. მაგრამ მაგრამ ხო, ალბათ ეგ. და ბოლო ბარათი, რა არის ერთი რაღაც, დიდი თუ პატარა, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდები. ყველაზე მეტად რასაც ველოდები არის ჩემი ისეთი ზრდა და იმდენი წარმატების მიღწევა, რასაც არავინ არ ელოდება ჩემგან. მათ შორის პირველ რიგში დავიწყებ საკუთარი თავით. აი მაგას ველოდები ყველაზე მეტად. შეუძლებელი შევძლო ჯერ საკუთარ თავთან და შემდეგ სხვებისთვის. და ეს არის ყველაზე მეტად რაც makes me excited. ეს იყო სულ. საინტერესოა რამდენად გავსი ფიქრები გვაქვს. იმედია მოგვეწონა ეს ვიდეო და ნახოთ რა იქნება შემდეგში.